აბა მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო, მე დაგიბრუნდით. ავით ხელში, როგორ ხართ? ამ წამს დავისხით ცხელი ყავა და მინდა რომ დღეს თქვენთან ერთად გავატარო ეს ყავის დალევის მომენტი, იმიტომ რომ ეხლა ისე დაემთხვა, რომ სახლში ვარ მარტო, ანუ პლანეტები დაჯდა, რომ სახლში დავჭი მარტო, სახლის საქმეებიც მოშორებული მაქვს და აი მეტი სხვა რა უნდა გამეკეთებინა თუ არა თქვენთან ერთად ჭუკჭუკი და დროის გატარება სასიამოვნოდ, ამიტომ ეხლა გადავწყვიტე, სანამ დრო მაქვს, სანამ ბავშვები მოვლენ, ცოტა ხანი თქვენ დაგითმობთ დროს და წავიკითხავ კომენტარებს, რომლებიც ჯერ არ დამიგულებია და პასუხიც არ გამიცია. ანუ აქვე გაგცემთ პასუხს, თუ რამე საინტერესო შეკითხვა იქნება, ვუპასუხებ და კიდევ მაქვს ერთი ძალიან საინტერესო თემა, რომელზეც მინდა ვისაუბრო, ესეც არის შეკითხვა, ჩემი ერთ-ერთი გამომწერის, იმასთან დაკავშირებით მაქვს თუ არა მონეტიზაცია და მიხდის თუ არა ხელფას YouTube-ი. მოკლედ ესეთი შეკითხვა დამისვეთ. ამაზე გაგცემთ პასუხს, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, ჯერ ცოტა გავხურდეთ. ასე ვთქვათ, ჩემი სკამი ცოტა ჭრიალებს მოპატიეთ ძვირფასებო. ვეცდები რომ არ ვიმოძრაო და არ შეგაწუხოთ ხმაურმა. მოკლედ ვიწყებ კომენტარების კითხვას. ბოლო რამდენიმე ვიდეოს კომენტარებს წავიკითხავ უცებ-უცებ. მაკა ვაუ, ეკა რა ლამაზი ხარ, სასწაულად გიხდება ესეთი ფერები, გილოცავ სიყვარულის დღეს. ცოტა ვაგვიანებ კომენტარებს, რა ჭვერი ვარ, ბედნიერები იყავითო. მადლობა, ძალიან დიდი მაკა. ყოველთვის კომპლიმენტებით მავსებ ხოლმე. უღრმესი მადლობა ამისთვის, ასეთი ყურადღებიანი რომ ხარ და დაგვიანება შენ ჩემი უნდა ნახო. როდის დაწერე 3 დღის წინ დაწერე ეს კომენტარი და მე კიდე ეხლა გპასუხობ. მაპატიე, მეც რა ჭველი ვარ. და ძალიან დიდი მადლობა. ნინო ბერიაშვილი, გილოცავთ ეკუნა, ძალიან შარმიანი ხარ. ძალიან ლამაზი ოჯახი ხართ, ფატის მოკითხვები, დიდი სიყვარულით აღდგომას ვიხილავთ იმედია, როგორ მიყვარს წყალტუბოს ბლოგებიო. ძალიან დიდი მადლობა ნინო, როგორც ყოველთვის წყალტუბოს და ფატის ახსენებ ხოლმე შენს კომენტარებში. ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე გიყვარს ჩვენი ვლოგები, იქაური და ხო, სავარაუდოდ კი წავალთ აღდგომას და არ მოგაკლებთ ამ ვლოგებს. იქ ყოველთვის ვიღებ ხოლმე ვლოგებს, იმიტომ რომ თავისუფალი ვარ, როგორც იცით, იქ მივდივართ ხოლმე ესე დასვენებებზე და მოკლედ ამიტომ უფრო მეტი დრო მაქვს ხოლმე და განწყობაც ყოველთვის უფრო ისეთი მაქვს ამაღლებული, რადგანაც როგორც უკვე თქვი, ყოველთვის დასვენების პერიოდში მივდივართ ხოლმე, დღესასწაულების პერიოდში და ამიტომაც ძალიან კარგი ვლოგები გამოდის ხოლმე მართლაც წყალტუბოში, ვიცი რომ ბევრს უყვარს და ძალიან მიხარია რომ ესე არის და ასევე ძალიან დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის, რომლებსაც არიშურებ ხოლმე ჩვენთვის ნინო. ხო, აი ირმამ დაწერა კიდე ყოველთვის გიყურებ, მაგრამ არასდროს არ მომიწერია თუ საიდუმლო არ არის საცხოვრობ, მეც სამგორის რაიონში ვცხოვრობო. ხო და ანუ ირმას ვუპასუხე რომ საიდუმლო არ არის, მაგრამ პირადი ინფორმაცია, მადლობა რომ მიყურებთქო. ხო, ანუ თუ ადამიანმა იცის რომ ვცხოვრობ თბილისში და ასევე იცის პლუს ამას უბანიც, ამაზე მეტი რა საჭიროა, ამაზე მეტის ცოდნა, ცოტა ვერ ვხვდები. ეს ხომ არ არის რაღაცა მეგობრების წრეში ლაპარაკი, ეს არის საჯარო საუბარი, ხო? ანუ მე არ ვიცი, თქვენ კი მიცნობთ, მაგრამ მე ხო არ გიცნობთ თქვენ ყველას. ამიტომ არ ვთვლი საჭიროდ, რა თქმა უნდა, რომ ჩემი მისამართი ვთქვა. ესე საჯაროდ გამოვაცხადოთ ისედაც რა საჭიროა, ანუ ვერ ხვდები ცოტა და მით უმეტეს ხა უბანსაც მე მგონი ყველა ხვდება სამგორის პარკთან ახლოს ვცხოვრობთქო და ანუ დაახლოებით იცით სადაც ვცხოვრობ და არ მესმის რა საჭიროა ეს მისამართების დაკონკრეტება და ესეთი შინაარსის კითხვები ცოტა მაბნევს ოღონდ მართლა. ამიტომ ესე ვფიქრობ რომ ეს პირადი ინფორმაციაა და არ არის საჭირო რომ ყველა მიცოდეს ხა ჩემი სახლი. ჩემმა მეგობრებმა და ნაცნობებმა იციან ჩემი მისამართი და დანარჩენი რა საჭიროა. თორე ისე ხო ზოგადად თბილისში ვცხოვრობ, წყალტუბოშიც მივდივართ ხოლმე, გურჯაანის ვლოგებიც მაქვს ხოლმე და დანარჩენი ხანსად შეიძლება მომიწიოს სტუმრად წასვლა და მეტი რა ვიცი. მოკლედ ესეთი შეკითხვები, რომლებიც პირადულ ინფორმაციას მოითხოვს, არ მიმაჩნია სწორად. მაპატიეთ თუ თქვენ ესე არ ფიქრობთ. ძირითადად აქ ძალიან კარგი კომენტარები არის ყველა
კომპლიმენტებს არ იშურებთ ხოლმე ჩემთვის და თბილ სიტყვებს, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით და ასევე არის რეცეპტები ოსპის სუპთან დაკავშირებით, სადაც მე გთხოვეთ რომ დაგეწერათ, თუმცა სანამ თქვენს რეცეპტებს ნახავდი, უკვე მოვამზადეთ მე და მარიტამ ოსპის სუპი. ოღონდ ისე TikTok-ის რაღაც რეცეპტი ვნახეთ, მაგრამ პრინციპში თქვენ რაც დამიწერეთ, აი მაიამ დამიწერა და ასევე სალომემ დამიწერა და თქვენ რაც დამიწერეთ, პრინციპში ჩვენც მასე გავაკეთეთ, ოღონდ ჩვენ დავაბლენდერეთ და ხო, გახუხული კუბიკები, გახუხული პურებიც დავურთეთ და ძალიან მოგვეწონა მართლა. აი ხა აქ ჩავსვავ ვიდეოს, პატარა ვიდეო გადავიღე მთლიანი რეცეპტის, არ გადამიღია, მაგრამ შემდეგში აუცილებლად მინდა რომ გადავიღო და ეხლა უბრალოდ გაჩვენებთ როგორ გავაკეთეთ, როგორი გამოგვივიდა. ეხლა ნახეთ. დღეს პირველად გავაკეთე ესეთი ოსპის სუპი, წვნიანი. და რა ვიცი, აბა ეხლა უნდა გავსინჯო, იმედია რომ მოგვეწონება, ესეთი სუხარიკებიც დავურთე, როგორც ვნახე, უხდება. გოგრის ნამცხვრის ისა. ხო, გოგრის სუპს თუ რაღაცას გქონდა. ხო, გოგრის სუპს რო და ძალიან გვაინტერესებს, მოკლედ ეხლა გავსინჯავთ და მე გეტყვით მოგვეწონა თუ არა ოსპი, პირველად ვსინჯავთ. იმედია მოგვეწონება. როგორც ნახეთ, აი ხა მაიამ დამიწერა მაგალითად ესე ოსპი მოხარშე ძალიან მალე იხარშება. სტაბილო ბულგარული მწვანილი ყველანაირი ხახვი ნიორის სიმწარე და პიტნაც უხდება ძალიან ცოტა ცხიმით და მე უცხიმოდ ვაკეთებ დიეტურად ეს ყველაფერი ხელის ბლენდერით დააბლენდერე და კრემ სუპი მივთვი გახუხულ კუბიკებად დაჭრილ პურთან ერთადო, ხო? ანუ პრინციპში ეგრე გავაკეთე, მარტო პიტნა არ გამიკეთებია. პიტნა არ გამიკეთებია, ხო და სალომემაც პიტნა დამიწერა, ეთყობა პიტნა მართლა უხდება. მე ლიმონის წვენი ჩავაწურე, სამაგიეროდ ლიმონი არ გიწერიათ თქვენ. და მე ლიმონიც გავუკეთე და ლიმონიც ძალიან მოუხდა. აი სალომემ ესე დაწერა, ხახვი მოთუშე ზეთში, დაუმატე მარილი, ცოტა ხმელი ქინძი და შემდეგ ჩაყარე გარეცხილი ოსპი. წყალი შემოადგეს კარგად და დაუმატე დაჭრილი ან დახეხილი სტაფილო, როცა მოიხარშება ქინძი, ოხრახუში და ხმელი პიტნა უგემრიელესი გამოდის. მე არ ვაბლენდერებ, ასე სუპივით გვიყვარსო. ხო, სხვათა შორის შემდეგში რომ გავაკეთებ ოსპის სუპს, მინდა რომ მეც ესე გავაკეთო. ანუ აღარ დავაბლენდერო და ან სუპივით გავაკეთებ, ან ლობიოს როგორც აკეთებენ რა, მხოლოდ ხახვით და ხო, იზამაც დამიწერა, ეხლა გამახსენდა ლობიოსავით, როგორც ლობიოს ვაკეთებთო, ისე ვაკეთებო ოსპსო და ეგრეთ ძალიან კარგი არის და მოკლედ გასასინჯი მაქვს ეს ოსპი უკვე რამდენნაირად, ერთი პიტნით, ერთი ლობიოსავით, ერთი კიდე სუპივით, ოღონდ არადაბლენდერებული, ასე რომ ძალიან აი ესეთი კარგი პროდუქტი აღმოვაჩინე. სულ მეუბნებოდით ხოლმე თქვენ მახსოვს ოსპი გააკეთე, ოსპის სუპი გააკეთე და აი ხა კარფურში ვარ და მინახა, ალბათ არც გამახსენდებოდა და დავინახე, ვიყიდე და მომეწონა და ხო, კიდე მინდა და მეთქვა რომ ვამსგავსებ ძალიან ბარდის სუპს, როცა ვაკეთებ ხოლმე. ძალიან გავს გემოთი, რა ვიცი, მე ესე ვამსგავსებ და ისე მარიტას ძალიან მოეწონა და ნატალის ისე რა. მაგრამ პური გავხუხე ძალიან გემრიელად, რაღაც სუნელები და ზეთი დავუმატე და მოკლედ ისე შევწვი და აი უგემრიელესი იყო მართლა. ეს რაც შეეხებოდა თქვენს ოსპის რეცეპტებს, რომლებიც ძალიან გამომადგება და უღრმესი მადლობა გოგოებო, ძალიან ყურადღებიანები ხართ მართლა. კიდევ ერთ ვიდეოზეც ვნახავ კომენტარებს და ხო, აღარ დაგვეკარგო, წერდით და სად დაგვეკარგეო და ასე შემდეგ. და ანამ დამიწერა, ასე იცი, სულ დაკარგვა, არ მომწონს რომ იკარგებიო. ხო, ანა, მეც ვიცი რომ ასე ვიცი ხოლმე, ნამდვილად ეს ჩემი სავიზიტო ბარათი არის. სამწუხაროდ ძალიან ცუდი არის, მინდა ხოლმე სულ მაგის გამოსწორება, მაგრამ როგორც ადრე ვთქვი, ჯერჯერობით არ გამომდის, ამიტომ როგორც არის. აი ესე არის და მორჩა. ჯერჯერობით, მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ უფრო სისტემატიური გავხდები. იმიტომ რომ წინა წლებთან შედარებით, მაინც
ვთვლი რომ მაქვს პროგრესი. მე ძალიან დიდი ხანია უკვე YouTube-ზე ვარ. უკვე 2016 წლიდან ვიღებ ვიდეოებს. ვეტერანი ბლოგერი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ არ მაქვს ის შედეგი, რომელიც უნდა მქონდეს ამდენი ხნის კვალობაზე. მაგრამ ეს არის მხოლოდ ჩემი ბრალი ალბათ, იმიტომ რომ არ ვარ სისტემატიური, კიდევ ერთხელ ვიტყვი და ხშირად ვტოვებ ხოლმე, ხან ვიკარგები, ხან თვეები, ხან კვირები და ეს ძალიან ცუდად აისახება ჩემს სტატისტიკაზე, ჩემს მოტივაციაზე და რა ვიცი ყველაფერზე და თქვენზეც. ამიტომ ეხლა ესე გადავიდეთ თან ამ თემაზე, რაზეც მინდოდა თქვენთან საუბარი. იგივე ანამ რამოდენიმეჯერ მკითხა მონეტიზაციასთან დაკავშირებით, მაქვს თუ არა ხელფასი YouTube-დან, მაქვს თუ არა მონეტიზაცია და ამ თემაზე არ მინდოდა მე საუბარი, იმიტომ რომ ვთვლი რომ არაფერი არ არის აქ ისეთი ჯერჯერობით სასაუბრო სამწუხაროდ, იმიტომ რომ რა ვიცი არ მინდა რომ დაუკარგო მოტივაცია ახალ ბლოგერებს, მაგრამ რადგანაც ესე აინტერესებს და დარწმუნებულს ხებსაც გაინტერესებს, მაშინ აუცილებლად გაგცემთ პასუხს და როგორც არის არ შევალამაზებ. უბრალოდ ასე გეტყვით რომ მაქვს ხელფასი და თან არ მაქვს. ანუ როგორ გიხსნათ, მაქვს ფორმალურად, თეორიულად კი, ანუ თუ პოპულარული იქნება ჩემი არხი, რა თქმა უნდა, ჩამირიცხავს YouTube და მირიცხავს კიდეც, როდესაც ადის კონკრეტულ ზღვარზე ეს თანხა, მაგალითად ვინც არის ეს კონკრეტული ზღვარი არის 70 евро, ანუ 70 ევრომდე, როდესაც ადის თქვენი გამომუშავება, ასე ვთქვათ, მაშინ YouTube გირიცხავთ ამ თანხას, მაგრამ ამ ზღვარზე ასვლა არის ძალიან რთული, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან დაბალი არის ეს მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ამიტომ თითო ვიდეოზე ძალიან ცოტა გამოდის, აი როგორ გითხრათ, $1-ზე რო ავიდეს, ალბათ ეგეც კარგი იქნება. მოკლედ, ჩემი გამოთვლებით 1000 ნახვაზე $1 არის რა, დაახლოებით ესე. და როგორც იცით, ეხლა ჩემი ვიდეოები არ არის ძალიან პოპულარული და არ ადის ძალიან დიდ ნახვებზე. 1000 არის ხოლმე კარგ შემთხვევაში. ეხლა ბოლო დროს თორე ადრე 3000-მდეც ამდიოდა ხოლმე ნახვები, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ეს ჩავარდნები მაქვს ხოლმე. ხშირად და ეს ჩავარდნები ძალიან ცუდად მოქმედებს, მე ისე ქვემოთ იწევს ეს მაჩვენებელი, ამიტომ ეს თანხა, რომელსაც YouTube მირიცხავს, სამწუხაროდ არ არის ყოველთვიური, არის რაღაცა რამდენიმე თვეში ერთხელ, ხან 3 თვეში, ხან 2 თვეში, ადრე ყოფილა 5 თვეში ერთხელ, ზოგჯერ წელიწადში ერთხელ იყო თავიდან და ესე ნელ-ნელა პროგრესი კი მაქვს, მაგრამ ნუ ძალიან ისეთი ძალიან ნელი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ არანაირ სხვა ხერხებს არ მიმართავ, ესე დინამიურად ვიზრდები, როგორც შემიძლია, არაფერს, ანუ რეკლამებს არ ვაკეთებ, კოლაბორაციები არ მაქვს და ანუ არანაირად სხვანაირად არ ვქაჩავ ჩემ თავს, იმიტომ რომ პრინციპში არც ვიცი და არც გამომდის ესეთი რაღაცეები. მე უბრალოდ ეს ყველაფერი მომწონს, ეს ყველაფერი ჩემი ჰობი არის, ასევე რომლის კეთებაც ძალიან სიამოვნებს და მიყვარს და ამიტომ ვაკეთებ ამდენი წელი ამას და რა თქმა უნდა ფულის გულისთვის როგორც მიხვდით, იმიტომ რომ ამას ახლა ხელფას ვერ დავარქმევ, ეგ არის როგორც რაღაც ბონუსი, რაღაცა პერიოდში ერთხელ უბრალოდ რომ გაგიხარდეს და რამე შეიძინო ამ YouTube-ის სახელზე. სხვა შორის, როდესაც მერიცხება ხოლმე, იშვიათად, მაგრამ როცა მერიცხება ხოლმე YouTube-ის ხელფასი, ყოველთვის ვცდილობ, რომ ეს არ დავხარჯო ესე უბრალოდ რაღაცა ისეთში უაზრობაში, ვცდილობ, რომ დავხარჯო ყოველთვის იმაში, რაც დამეხმარება არხის ზრდაში. აი მაგალითად ერთხელ ვიყიდე შტატივი, ერთხელ ვიყიდე მიკროფონი, მიყიდე კოსმეტიკა, ამ ფულით რაღაც ბრენდული კოსმეტიკა, რომელიც მე დამიტესტავს.
და რა ვიცი კიდე უნდა დავფიქრდე და კარგად გავიხსენო, მაგრამ ეხლა მეტი ისეთი არაფერი არ მახსენდება. რა შემიძენია YouTube-ის ხელფასით, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყოველთვიური არ მაქვს და ეს დამოკიდებულია პირდაპირ ჩემზე, ანუ ჩემს აქტიურობაზე. როდესაც ვაქტიურობ, როდესაც ყოველდღე ვდებ ვიდეოებს, მაშინ უფრო მალმალე დამერიცხება. მაგრამ ეხლა არ არის ეგრე, თქვენ იცით, რომ ყოველდღე არ ვდებ ვიდეოებს, მაქვს ხოლმე ესე ტალღისებური გამონათებები, რაღაც პერიოდი სულ ვდებ, ძალიან ცეცხლი მინდია ხოლმე და ჭკუაზე არ ვარ ხოლმე, მერე რაღაც მოხდება, აბა კარგად იყავით, ეკა წავიდა დაიკარგა ცოტა ხნით და არ ვდებ ხოლმე ხანდახან იშვიათად, მაგრამ ერთი თვე და ორი თვეც არ დამიდია ყოფილა ესეთი და საერთოდ ჩემ სტატისტიკას რო გადავხედე, ყოველ წელს 2-2 თვე მე მგონი მაქვს ხოლმე ჩაგდება და ეგ არის ძალიან ცუდი, მომაკვდინებელია პირდაპირ გეტყვით ბლოგერისთვის და ძალიან ცუდი არის და ვიცი, მაგრამ მე ეს ჭირს ხალხო და აბა რა ვქნათ, ვარ ესე კიდევ ცოცხლობ და ვარსებობ YouTube-ზე და მაინც გიყვარვართ და მელოდებით ხოლმე და მიხარია. თავიდან იყო უფრო ისეთი გართობა, ჰობი, თუმცა არ დავმალავ და ვიტყვი რომ ყოველთვის ვიცოდი რომ პერსპექტიული საქმიანობა იყო, არ იყო მხოლოდ ჰობი და შეიძლებოდა გადაზრდილიყო რამე უფრო სერიოზულში, პროფესიონალურში და მოკლედ ეს იყო ჩემი რაღაცა თვით რეალიზაცია, ასე ვთქვა, რაღაცაში. იქნება ეს მაკიაჟი, კომუნიკაცია, მონტაჟის ცოდნა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მე ჩემით ვისწავლე ამ წლების განმავლობაში. მაგრამ აი ჯერჯერობით ესეთი სიტუაცია არის, იმიტომ რომ ამის გარდა მე სხვა ბევრი საქმეები მაქვს ხოლმე და ესე ვერ ვახერხებ რომ მთლიანად დავუთმო დრო, ჩემი დრო ამ YouTube-სთან. თვლი რომ მთლიანად რომ მქონდეს ამდენი დრო და რომ დამეთმო YouTube-ისთვის რა თქმა უნდა უფრო მეტი შედეგი მექნებოდა, მაგრამ ეხლა ესე არის. მოკლედ საჭიროა ბევრი შრომა, მონდომება და мотивация. მოკლედ ცოტა აბდაობდეთ. ვისაუბრე. მაგრამ მე მგონი ამ შეკითხოს პასუხი გავეცი, რომ კი, მონეტიზაცია მაქვს, მაგრამ არ არის ეს ყოველთვიური, ეს არის რაღაცა გროვდება თვეების განმავლობაში და მე ირიცხება ხოლმე. ეს თვეები არის 5 თვიდან 2 თვემდე, სადღაც ესე. ასე რომ ეს ვისაც გეგონათ რომ ახლა ხელფასი მქონდა და ხელფასის გულისთვის ვიღებდი ვიდეოებს, ძალიან შემწდარ ხართ. როგორც ხედავთ, ვიდეოებს ვიღებ მხოლოდ იმიტომ რომ მიხარია, მომწონს, მიყვარს ეს საქმე. გიждები კამერაზე, გიждები მაკიაჟებზე, გიждები ამ ოჯახურ ცხოვრებისეულ ვიდეოებზე. მე რომ დავიწყე გადაღება, მაშინ YouTube-ზე ჯერ საერთოდ არ იყვნენ ამ სტილის ბლოგერები. იმდენი ვილაქლაქე რომ კამერა დამიჯდა და ეხლა მეორე კამერა გადმოვიღე, არ ვიცი ეხლა ეს როდემდე გამიკაჩავს, მაგრამ ცოტა ხანი კიდე გავაგრძელებ ლაქლაქს. ხო და მოკლედ აი ესეთი ვრცელი პასუხი გამომივიდა ანა შენ შეკითხვაზე, მაქვს თუ არა მონეტიზაცია YouTube-ზე? კი, მაქვს, მოკლედ გეტყვი კიდევ ერთხელ, კი, მაქვს მონეტიზაცია, მაგრამ სამწუხაროდ არ არის სტაბილური, სისტემატიური. ეგ დამოკიდებულია ჩემზე რა, ჩემს აქტიურობაზე. როცა ვაქტიურობ, რა თქმა უნდა, მალმალე მერიცხება და თუ არ ვაქტიურობ, შეიძლება 1 წელიც ისე გავიდეს, რომ საერთოდ არ დამერიცხოს არაფერი. ანუ თუ ვინმეს გონია რომ ძველი ვიდეოებიდან რამე შემოსავალი მაქვს, არანაირი. სამწუხაროდ ეს ძველი ვიდეოები რამოდენიმე არის, რომელიც ანუ სულ მუდმივად აქტიურია და მუდმივად უყურებენ, მაგრამ ძირითადად ეს ვლოგები და მაკიაჟები ძირითადად არის ისეთი რა, ერთხელ რო უყურებენ, მერე არავინ აღარ უბრუნდება. ყოველ შემთხვევაში უმეტესობა და ამიტომ ეგ ვიდეოები არ აგროვებს ნახვებს აგროვებს ის ვიდეოები, რომლებიც ეხლა არის აქტუალური და
რომლებსაც ახლა ვიღებ და ნახულობთ მაშინვე. თუმცა ხო არის ისეთი ვიდეოები, რომლებსაც დრო არ აქვს და დროის ნებისმიერ მონაკვეთში ყველას აინტერესებს. მაგალითად, თმის დახვევაზე მაქვს ყველაზე პოპულარული ვიდეო, როგორ ვიხვევ თმას, კულულებს როგორ ვიყენებ და მაგ ვიდეოს სულ აქვს ხოლმე ნახვები, მაგრამ იქიდან ახლა შემოსავალი ნამდვილად რაღაცა ძალიან მიზერული თანხა არის ეგ, რომელსაც ეგ ვიდეო აკეთებს, არც ვიცი. ახლა ზუსტად სიმართლე რომ გითხრათ, ანალიტიკაში არ ვერ ყვევი მე კარგად, ანუ ესე არ შემიძლია რომ დავჯდე და აი რაღაცები გავაანალიზო და ამის მიხედვით გავაკეთო, რაც უფრო ტრენდულია და მოდი ამას გადავიღებ და ანუ რაღაცა არ მოქვს ეგ ნიჭი სამწუხაროდ და ვაკეთებ ყველაფერს ინტუიციურად, აი როგორც იმ მომენტში ვთვლი საჭიროდ, ისე ვაკეთებ ხოლმე და აი როგორც არის, ისე არის რა. კარგი იქნებოდა რომ მყავდეს ვინმე მენეჯერი, ვინც მაგ კუთხით შეხედავდა და მირჩევდა, ვთქვათ, ისეთი ვიდეოების გადაღებაც, რაც ტრენდულია და პოპულარულია, მაგრამ მაინც რა, მე მაინც ალბათ ვერ ავიტანდი ეგეთ რაღაცას, იმიტომ რომ არ შემიძლია ეგრე, როცა რაღაცაზე არ მინდა იმაზე არ გადავიღებ. რაზეც იმ მომენტში ვარ გაგიჟებული, იმ თემაზე შემიძლია ხოლმე რომ გადავიღებ. თუმცა ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, საქმიან თანამშრომლობას, ეხა კონტრაქტი რომ მქონდეს რაიმე კომპანიასთან, რა თქმა უნდა, იქ უკვე ესე ვეღარ ვიტყოდი. რომ ეხლა არ ვარ ამის ხასიათზე და არ გადავიღებ, ესე ვეღარ გავაკეთებდი, თუ ავიღებდი ამ პასუხისმგებლობას, აუცილებლად დავჯდებოდი და გადავიღებდი, მაგრამ ამ ეტაპზე არ მაქვს ესეთი თანამშრომლობა და სიმართლე რომ გითხრათ, გულის სიღრმეში მიხარია კიდეც, იმიტომ რომ არ ვარ რაღაცნაირად შებოჭილი და არ ვაკეთებ იმას, რაც თქვათ არ მინდა და არც გავაკეთებ ხა ესეთ რეკლამებს. ვფიქრობ, რომ ესეთ რამეს არასდროს არ გავარეკლამებ, რაც ჩემ გულთან ახლოს არ არის. მაგალითად ხა რაღაც გასახდომი ჩაიები და ეგეთი რაღაცეები, რომ შემოთავაზონ, რამდენი ფულიც არ უნდა მითხრა, ხა მე თვითონ თუ არ ვსვავ და ან მე თვითონ თუ ვთვლი, რომ ანუ ცუდია ჯანმრთელობისთვის, ანუ მაგას არ გავარეკლამებ, მაგის თქმა მინდა. და ესეთი რაღაცები. მომავალში ვთვლი, რომ თუ რამეს გავარეკლამებ მხოლოდ იმას, რასაც მართლა ვიყენებ და რაც მართლა მომწონს და შემიძლია ისედაც ვურჩიო ადამიანს. ძალიან ბევრ რამეს გირჩევთ ხოლმე ისედაც რეკლამის გარეშეც და მით უმეტეს ამაში ვინმე თანხას თუ გადაიხდის, რა პრობლემა არის. აქ მთავარი ის არის, რომ სულიერ მაგას არ უნდა მიყიდო და ისეთი რამე არ უნდა გაარეკლამო, რაც იცი რომ მავნებელია და ან არ იცი საერთოდ მაგაზე არაფერი, მაგრამ იცახი რომ აი მე იცით რა კარგია, მე სულ ამას ვიყენებ. არა, ну ეგეთი ტიპი არ ვარა და მქონია ესეთი რაღაც შემოთავაზებები, რომლებიც დამიიგნორებია იმის გამო, რომ არ მინდოდა რა, უბრალოდ არ მინდოდა. ზოგი დავაიგნორე, ზოგს პირდაპირ ვუთხარი, რომ არ ვიყავი მზად ესეთი რაღაცეებისთვის და ყოფილა კი ესეთი ისინი. ხო, და კიდე ჩემი მინუსი ის არის, მეგობრებო, რომ ძალიან არ მიყვარს ადამიანების შეწუხება და რაღაცა აი მიწერა და აი ძალიან რთულია ჩემთვის ადამიანს რომ მიწერო რამე იმაზე აი თუნდაც ახლა კომპანიებს ხო რამდენი წელია უკვე ბლოგერი ვარ შემიძლია რომ ახლა მივწერო რომ თქვათ რამე რეკლამები და რაღაცა ვითანამშრომლოთ და ასე შემდეგ მაგრამ და მიმიწერია კიდეც არ დავმალავ ადრე მიმიწერია დასაწყისში უფრო და ყოფილა რომ უარი უთქვამთ ყოფილა რომ დავიგნორები ვარ და ყოფილა შემთხვევები როდესაც დამთანხმებიან მაგრამ ვაიმე ეს ძალიან რთულია ჩემთვის აი ძალიან რთულია ყოველთვის მიჩვენე არ თვითონ მომწონმარ თვითონ ვინ მოგწერს ახლა როდესაც ამდენი ბლოგერია ქვეყანაზე ამდენი პოპულარული ბლოგერია და ეხლა რატომ მომწერენ მე როდესაც ესე მით უმეტეს ხშირად პასიურობ ხოლმე და ამიტომ მოკლედ ეს მომენტიც მაქვს რომ
არ მიყვარს და ბოლო დროს წლებია უკვე არავისთვის არ მიმიწერია. თუმცა ეხლა ვფიქრობ მაგაზე, იმიტომ რომ სულ მეუბნებიან ხოლმე რომ უნდა მიწერო 10-დან 1 გიპასუხებს 10-დან 1 და მართლა ჯერა რომ ეგრე არის, მაგრამ აი მომენტი მაქვს რომ არავის არ უწერ არასდროს და ესე ჩემთვის ვარ, ჩემ კანტორაში ვსივარ და ვიღებ ვიდეოებს და მოკლედ რაღაცა უნდა შევცვალო, მაგრამ რა ეგ ჯერ არ ვიცი სამწუხაროდ. ამიტომ აი ესეთი ამბები. ასე რომ რაიმე კაკა აღელდა რატომღაც ასე რომ ასე შემოძვირფასება ვიძახი რომ არ მინდოდა ამაზე საუბარი თქვა და იმაზე უფრო მეტი მოგიყევით ვიდრე ვაპირებდი და საერთოდ საინტერესო თემა არის ეს ბლოგინგი ამიტომ ხშირად ვისაუბროთ ხოლმე ამაზეც მოკლედ აი ესე ჩემი ყავა თითქმის დავლიე არ ვიცი იმედია რომ გიპასუხეთ ამ შეკითხვაზე ხო და ყველაზე მთავარი დამოიწყე ის რომ რა თქმა უნდა ესე გაჩერება არ მინდა რომ მეც მივაღწიო ყოველთვის ძალიან მინდოდა რომ ესეთი სამსახური მქონოდა რომელიც მეყვარებოდა და რა ვიცი აბა ვცდილობ რომ ავისრულო ეს ოცნება დანარჩენს დრო გვიჩვენებს არაფერზე არ ვიციკლები არ ვიცი ნახოთ როგორც უკეთესი იქნება ჩემთვის ალბათ ისე მოხდება დანარჩენი ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც აქტიურობთ ხოლმე მე ძალიან ვეცდები რომ არ დავიკარგო და შემოგთავაზოთ ხოლმე ვიდეოები. როგორც მიეჩვიეთ ჩემი ძველი გამომწერები, ახლებსაც გეუბნებით, რომ არ მაქვს გრაფიკი ჯერჯერობით, ანუ ვერ ვახერხებ ეგრე. ვიცი რომ ვთქვა ეხლა რომ აი სამშაბათს და ხუთშაბათს გამოვა ჩემი ვიდეო. მაგ სამშაბათს და ხუთშაბათს ისეთი რაღაც დამემართება, რომ აი ვერანაირად ვერ დავდებ ვიდეოს. ვიცი რა, ზუსტად ვიცი და ამიტომ ეგ კი არა იმასაც არ ვამბობ ხოლმე, რომ აი მაგალითად ეხლა არის 5 საათი ვთქვათ და რომ დავწერო მაგალითად YouTube-ზე მოგესალმებით დღეს 9 საათზე გამოვა live-ში დამელოდეთ აბა თქვენი ცით ანუ ეგეც კი არ შემიძლია იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაცა უნდა მოხდეს მერე რომ 9 საათზე ვეღარ გავალ live-ში და გამოვა რომ მოგატყუეთ ამიტომ არ მინდა და მირჩევნია რომ პირდაპირ ესე როცა მეცლება პირდაპირ გამოვიდე ხოლმე აი ძალიან არა პროგნოზირებადი ცხოვრება მაქვს მეგობრებო თუმცა არა და ისეთი არაფერი ხო თითქოს მოსაწყენი და ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს მაგრამ არა ეს რაღაცებს როცა ვგეგმავ მე ყოველთვის ირება ყველაფერი ეს ძალიან ბევრჯერ დაცდილი მაქვს მენდეთ და ამიტომ მოკლედ ვერ ვამბობ და ყოველთვის ძალიან ისე კეთილი შურით შურს ხოლმე იმ ადამიანების რომლებიც აი ესე გეგმავენ ყველაფერს და მართლა გამოსდით მე გეგმავ მაგრამ არასდროს არ გამომდის ამიტომ ხანდახან არ ვგეგმავ ხოლმე და რაც კი ვიდეოები დამიდია არაფერი არ დამიგეგმავს ეს ყველა ვიდეო არის ჩემი აი ესეთი კეთილი განწყობით შექმნილი ვიდეოები, როდესაც ვიყავი კეთილ განწყობილი ამ საქმიანობისთვის და ესე მიდუღდა ყველაფერი მინდოდა რომ გადამეღო და ვიღებდი. თუმცა ადრე გეუბნებოდით და ბევრმა იცით რომ მიყვარს ბლოკნოტები, მიყვარს რაღაცების ჩამოწერა, დაგეგმვა და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ეს თვითონ პროცესი მიყვარს, მაგრამ ამის შესრულება ეგ სხვა თემა არის. ამიტომ ესეთი ამბები შემოძირფასება. ჩემი არხი არის ესეთი არა პროგნოზირებადი და ესეთი იყოს დავტოვოთ ესეთად ჯერჯერობით როცა დავდებ ხოლმე ვიდეოებს დავდებ ხანდახან მიყოლებით დავდებ ხოლმე ვიდეოებს ხანდახან შეიძლება დღეში 2-ჯერაც დავდო ხოლმე ვიდეო ხანდახან 3-ჯერაც ხანდახან კი ერთი კვირა შეიძლება არ დავდო, მე ისედოთ და მაგრამ ეგ უნდა იცოდეთ რომ ყოველთვის დავბრუნდები. აი არ არსებობს. რა თქმა უნდა არ უნდა ვთქვა არასოდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი აზრი არასდროს არ მომსვლია რომ მოდი საერთოდ YouTube-ს დავხურავ და ჩავიკარგები და ჩავიმალები და არაფერი ვითომ არ ყოფილა. ანუ ეგეთი რამე არ მომსვლია აზრად და იმედია არც მომივა და ღმერთმა დამიფაროს ძალიან მიყვარს ეგ რასაც ვაკეთებ და უბრალოდ მინდა რომ უფრო მეტად გამიმართლოს და მეც მოვინდომებ აუცილებლად. აი ესე დავიწყე კომენტარების კითხვით და გადავედი რაღაცა ფსიქოლოგიურ ანალიზებში მგონი და თავი მოგაბეზრეთ.
ესეთი ამბები, ჩემო ძვირფასებო, ეხლა დაგემშვიდობებით. არ ვიცი როდემდე. მე ხო არა პროგნოზირებადი ვარ. ამიტომ რა ვიცი, აბა იმედი ვიქონიათ, რომ ხვალამდე და ისე ვნახოთ. აბა ყველას კოცნით ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ. და იმედია რომ უფრო მეტი ვიქნებით მომავალში. ყველას კოცნით დროებით მომავალ ვიდეომდე. აბა კარგად.